ქალაქი ბილბაო, ყველაზე დიდი ქალაქი ბისკაიას პროვინციაში. ეუსკადი, ასე ქვია, ბასკეთს ასე უწოდებენ, ბასკები თავიანთ ქვეყანას, ხოლო ბილბაო არის ყველაზე დიდი ქალაქი, უბრალოდ დედაქალაქი არ არის. ბილბაო გაშენებულია მდინარე ნერვიონის ორივე სანაპიროზე, რომელიც თავის მხრივ უერთდება ბისკაის ყურეს და იმ ადგილას, სადაც უერთდება, პორტია გაშენებული. ქალაქის მოსახლეობა 2005 წლის აღწერით შეადგენს 350,000 ადამიანს. ქალაქ ბილბაოს ადგილას მეთევზეთა სოფელი იყო. ქალაქის დაარსებას ბილბაოელები უნდა უმადლოდნენ დიეგო ლოპეს, რომელმაც 1300 წლის 15 ივნისს ჩაუყარა საფუძველი ქალაქის მშენებლობას. მისი მოსახერხებელი მდგომარეობის გამო ქალაქმა მალე დაიწყო განვითარება და ბრიტანელებიც მიხვდნენ, რომ იდეალური ადგილები იყო მდინარის შესართავთან პორტისთვის და სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი პორტის მშენებლობას. თაწმინდა ადგილნიშენი მიუსაფარნი ვერანანი და უდაბურნი. როცა ბასკეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველო და თბილისი მოენატრებათ ხოლმე, სწორედ ამ მთაზე დამოდიან და გასცქერიან ბილბაოს და მთის სახელს არ იკითხავთ, არ ჩანდა. აი რა გინდ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, სწორედ ასე ქვია აქაურ მთაწმინდას, არ ჩანდა. არსებობს ასეთი ლეგენდა, კონსპიროლოგიისკენ მიდრეკილი ქართველები ამტკიცებენ, რომ პირველად ქართველები, როდესაც ბილბაოს მოადგნენ, ამ მთის მხრიდან მოადგნენ სწორედ და ქალაქის საერთოდ არ ჩანდა რამე თუ ნისლში იყო თურმე ჩამოწოლილი. აი ამიტომ ეძახიან ამ ადგილს არ ჩანდას. გინდ დაიჯერეთ, გინდ ნუ დაიჯერეთ. გასეირნება ბილბაოს ფუნიკული ორგზით. თბილისთან კიდევ ერთი პარალელის გავლება შეიძლება, რომ აქაც ამოდის ზუსტად ასეთივე ტრავმაი. და აი, ჟურნალ ანაბეჭდის მთავარი რედაქტორი რო ვიყო, მისი 100 წლის იუბილეს აქ გადავიღებდი. ნამდვილად არ ვიცი, გამოდის თუ არა კიდევ ეს გამოცემა, მაგრამ ეს მონუმენტი ანაბეჭთან არაფერ კავშირშია. უბრალოდ ბასკეთს აქვს მდიდარი ტრადიცია რკინის წარმოების. ცნობილ გრავიურებზე ხშირად ნახავთ კლასიკურ ბასკს თავის ბერეტით და უროებით გრდემლთან, რომლებიც ჭედავენ რკინას და სწორედ ამას ეძღვნება ამჯერად ეს მონუმენტი, რომელიც ჩვენ ანაბეჭდად ჩავთვალეთ. ბასკების ნაციონალურ გამოხტომებზე მე მგონი ყველას მოგეხსენებათ, ყველას გაგიგიათ მათი ორგანიზაცია. სხვათა შორის არ შეიძლება ხმამაღლა გორა ეტას თქმა. ამ ფრაზაზე შეიძლება დაგიჭირონ კიდევაც, ბოლო დროს ისია საქმე. და თუ ხედავთ ხიდის თავზე ვიღაცა ალპინისტი, მანიაკი ადის და ყოველ დღე თუ არა კვირაში ერთხელ აწერს ნაციონალისტური შინაარსის წარწერას. მერე მოდის ქალაქის ადმინისტრაცია და შლის და მერე ისევ თავიდან იწყება. წლებია უკვე ეს ამბავი არ ჩერდება.
ქალაქის ამ ადგილზეც საზღვარი ძევს. ამის იქით იწყება უბანის სახელად სან-ფრანცისკო, აღმართ-დაღმართებით მართლაც გავს. ისე ღამე არ გირჩევთ აქ მარტო გასეირნებას, საშიჩარი რამ ამბები ხდება, მათრობელა ბალახები, საროსკიპოები, ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს ამ ქალაქში, თუმცა ამ ქალაქში ნაკლებად სავარაუდოა რამე ცუდი მოხდეს. ხოლო ამ ხიდს იქით უკვე კასკოვიეჰო, ანუ ძველი ქალაქი, აქედან იწყება პატარა მოკირწყლული ლამაზი ქუჩები. ეუსკარა ეს ნიშნავს ბასკურ ენას, ხოლო ეუსკალდუნა კი ხალხს, რომელიც ლაპარაკობს ამ ენაზე, ანუ ბასკურად. ის თეორია, რომ ქართული ენა და ბასკური კავშირშია, მე პირადად ძალიან ხიბლავს, თუმცა ბოლომდე გულწრფელი რო ვიყო, არ მჯერა ამ თეორიის. თუმცა ამ თეორიას ბევრი მკვლევარი ყავდა, საკმაოდ კარგად არის გამოკვლეული და როგორც ყველაფერში აქაც სომხები გვექიშპებიან. სხვათა შორის გაგეღიმებათ და მიმინო ამ ამბავშიც გრძელდება. სომხები გვექიშპებიან ბასკურ ენასთან ნათესაობაში და სხვათა შორის მათი არგუმენტები ბევრად წონიანია. რამე თუ ქართულ ენაზე ძირითადად ქართული ენის კავშირზე ბასკურ ენასთან საუბარი იყო საბჭოთა დროის ენის მკვლევარებში, ხოლო სომხებმა ქნეს ისე რომ ოქსფორდის ერთ-ერთმა ბრიტანელმა პროფესორმა გამოიკვლია ეს თემა და დაადასტურა მათი კავშირი. რამდენიმე ასეული საერთო სიტყვა ამოქმედა. ამავე ქუჩაზე ისეთი სუნები გამოდის, შეიძლება წაიქცე მე რაჭული ლორის მოყვარულ კაცს, როგორ შემეძლო რომ აქ არ შევსულიყავი. ესპანელები როგორც ვიცით ცნობილი არიან თავის წარმოებით შაშხების მილიონაირი, მაგალითად ეს აქვს 6 წლის დაძველების შაშხი, რომელსაც ეძახიან პეიოტა, დამამახსოვრდა სიტყვიდან პეიოტა. და ნუ ალბათ ყველას გსმენიათ ლიტერატურიდან მაინც თუ თავად არ გიგემნიათ პატა ნეგრა, შავფეხიანი ღორის შაშხი. მაგრამ რაღა დაგიმალოთ და ეხ ხშირად მithქვამს, ან არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ პატრიოტული ნოტი იღვიძებს ხოლმე ჩემში, მაგრამ რაჭული ლორი მაინც მირჩევნია აქაურ პატა ნეგრას თუ პეიოტას, ისევ ჩემი ქართული ლორი. La Catedral de Santiago, ტაძარი ძველ ქალაქში. ეს ტაძარი ცნობილია იმით, რომ ყავთ გალობელთა გუნდი და აქ არის იდეალური აკუსტიკა. კვირაობით მათ მოსმენას არაფერი არ სჯობია. და ხედავთ ამ პატარა მოედანს, სანტიაგოს მოედანი ქვია, სანტიაგოზე მოხუცი და ზღვა მახსენდება, პამპლონაც ხომ სადღაც აქვეა. სწორედ აქ დადიოდა ხოლმე ჰემინგუეი და აქ სვავდა ცნობილ ტიკებით ღვინოს. სხვათა შორის აქ მოვკარი რამდენიმე ადგილას ღიმილის ბიჭები ამბავს. კასრები უდევთ პირდაპირ და კასრზე ღვინო და ჟავი. Plaza de Nuevo, Euskala Zalандია. ქალაქ ბილბაოს მთავარი მოედანი, ძველ ქალაქში, ძველი ქალაქის შუაგულში მოედანი, რომელიც კაფეებითაა გარშემორტყმული და ეს არის ადგილობრივებისთვის და არა მარტო ადგილობრივებისთვის,
უსაყვარლესი თავშეყრის ადგილი. საღამოს 6-ის შემდეგ აქ სულ ადგილობრივების ხედა, ხოლო მანამდე უფრო ტურისტების წყალობენ, მოდიან ამ მთავარ მოედანზე და ტკბებიან ძველი ქალაქში. ქალაქის გამგეობა, ხედავთ, ულამაზესი შენობა, აქვე არის ჟანგიანი ძეგლი, რაღაც ევროს ჟანგიან ძეგლს გავს. და აქ მდინარის პირას გესიღებენ საექსკურსიო გემები. თუ გსურთ, დაჯექით და მდინარეზე მოიწყეთ ექსკურსია. ხოლო სინამდვილეში ეს არის ხორხე ოტეისას, ასევე თანამედროვე ესპანელი არტისტის ხელოვნების ნიმუში, რომელიც სიმაღლეში არის 8 მეტრი, ხოლო დიამეტრი მისი შეადგენს 6 მეტრს. და ოტეისას კონცეფციით ეს ხელოვნების ნიმუში არის ვაკუუმის ანალიზი. იყო და არა იყო რა, ღვთისუკეთესი რა იქნებოდა, იყო სოლომონ გუგენჰეიმი, ებრაული წარმოშობის შვეიცარელი ამერიკელი მილიონერი. 1927 წელს გაგანია რეპრესიები, როდესაც მიდიოდა საბჭოთა კავშირში, სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი მისი სახელობის ფონდის შექმნას, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას უნდა მომსახურებოდა და სწორედ ამ დროდან წავიდა მისი სახელობის მუზეუმების აშენება. პირველი 1953 წელს აშენდა ნიუ-იორკში და მას შემდეგ რამოდენიმე არის მსოფლიოში. ერთ-ერთი არის ბასკეთის, საკმაოდ ცნობილი მისი არქიტექტორია ფრენკ გერი. ამ შენობას ეძახიან დესტრუქტივიზმის ნიმუშს. ძალიან ბევრნაირი ასოციაცია არსებობს. არის ვერსია, რომ ეს არის ხომალდი საპლანეტაშორისო, არის ვერსია, რომ ეს იალქანია, არის ვერსია, რომ ზემოდან გაშლილ ფრინველს გავს. ერთი სიტყვით, რამდენზეც თქვენი წარმოსახვა გასწვდება, სწორედ იმდენი ვარიანტი აქვს ამ შენობას. ცნობილი ესპანელი არტისტი ლუის ბორჟუას მიერ შექმნილი ობობა, რომელიც ასევე შეადგენს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას ბილბაოსი და გუგენჰეიმის გარშემოწერილობის. ბურჟუას ერთ-ერთ პიონერად თვლიან მე-20 საუკუნის ავანგარდისტულ მოძრაობებში. იგი მუშაობს როგორც სურეალიზმში, ასევე აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმში და პოსტ-მინიმალიზმში. ყველას გახსოვთ საბჭოთა მულტიპლიკაციის ასეთი ხატება იოჟიკ ტუმანე. ამჯერად ობობა ნისლში, რომელიც ერთ-ერთ მცველად გვევლინება გუგენჰეიმის, მეორე მცველს მალე გაგაცნობთ. ეხლა ველოდებით სატვირთო მანქანას, უნდა მოაყენოს, დავჭრით ამ ბურთებს და მიგვაქვს ჯართის ჩასაბარებელ პუნქტში. აქ ბილბაოს შესასვლელში მოვკარი თვალი მაგარ ადგილს, სადაც ჯართს იბარებენ. ეს იაფასიანი ხუმრობა საიდან ამომიხტა და გეტყვით ეხლა. თავიდან როცა ახალაშენებული იყო ეს შენობა, დადგეს ეს მოლეკულის ძეგლი, რომელიც არის ძალიან ძვირფასი მეტალისგან და კაი ხანი ქალაქში არ წყდებოდა მანიფესტაციები იმის საწინააღმდეგოდ, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი ათასები იხარჯებოდა ამ ძეგლზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ევროპული ვოიაჟის ორგანიზატორია კომპანია Airzen Georgian Airlines-ი. მართალია, მათ პირდაპირ რეისი არ აქვს ბილბაოში, მაგრამ ისე დაგვიგეგმეს, რომ ვენაში მხოლოდ 40 წუთი მოგვიწია ლოდინი და გადმოვფრინდით ვენიდან ბილბაოში. იყო ოფცია, რომ გავფრენილიყავით ან ამსტერდამის გავლით, ან პარიზის, მაგრამ ჩვენ საბოლოოდ ვენა ვარჩიეთ იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე ნაკლები დრო გადაჯდომისთვის გვიწევდა ვენაში.
და ფასიც ბევრად მისაღებია. და გუგენჰეიმის ერთ-ერთი მცველი ლეგენდარული პუპი. მისი სამშობლო არის ავსტრალია, ხოლო მისი ავტორი სკანდალურად ცნობილი ჯეფ კუნსი, მადონას ერთ-ერთი ქმარი, რომელიც თანამედროვე ხელოვნებაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტიპად ითვლება. როგორც თქვი, თავიდან სიდნეიში ააშენა მან ეს ქანდაკება, სიდნეიში დაახლოებით 10 წელი იმყოფებოდა ეს ქანდაკება და 1.8 მილიონ ადამიანმა ნახა და შემდეგ გადმოიტანეს სწორედ საბოლოო ადგილას ბილბაოში გუგენჰეიმის გვერდზე. ჩვენი დღევანდელი გადაცემის მასპინძელია რუმსი, ხოლო სტუმარი დავით ტურაშვილი. უღრმესი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის და ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იცით ბასკეტია. თქვენზე კარგს ვის ვიპოვიდით ამ ჯადოსნურ მხარეზე სასაუბროთ. დიდი მადლობა, რომ მართლა ჯადოსნურ მხარეზე მოგვიწევს ჯადოსნურ ქვეყანაზე, როგორც თვითონ უწოდებენ თავის ქვეყანას და მეც დავიწყებ რუმსის ხსენებით, იმიტომ რომ აღთქმანებული ვარ, არ მქონდა ნანახი ეს ადგილი, გულისხმობ აი ამ ახალ კაფეს, ბიბლიოთეკას, რესტორანს და საოცრებაა, ну, რაც თავარია, ისეთი ადგილია, საიდან სახშირად წახვალ, ესე იგი, იმის პრობლემა არ გექნება, რომ საშინელი სუნი აგდის და ანიავებ ტანსაცმელს მთელი ღამე. ევროკავშირია პატარა. აი, ევროკავშირი აქ ნამდვილად მოაწყო თემურ უგულავმა, მოიწყო თვით, ესე იგი, არ დაელოდა სანამ საქართველოს შევიდოდა ევროკავშირი, თვითონ შევიდა ინდივიდუალური პროგრამით. მეც ასე შევედი ცოტა ხნის წინ და ქართველებსაც მოუწოდებ, რომ ერთად ჩვენ კარგი ახანს არ გვაღირსებენ. ასე ნაწილ-ნაწილ თუ შევად, თორე პატარა ავტონომიები შევქმნათ. პატარა ავტონომია და მე იქ შეგვიძლია მოვქუჩნეთ და გავერთიანდეთ და აღვადგინოთ სადმე ევროპაში საქართველოს როგორც ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება ბასკეტს, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის ამ ქვეყანაზე საუბარი და მიხარია, რომ ესე იგი ბევრი ქართველი არსებობს, ვინც იცის ჩემზე უკეთ და ჩემსავით სიყვარული აქვს მეტიც ბასკეტის მიმართ, თუმცა ბასკეტის სიყვარული არ არის რთული, იმიტომ რომ ვინც ნამყოფია დამეთანხმებით გიო, რომ იმ წუთში შეგიყვარდება. ან ვიღაც ბასკს რო ეკონტაქტები, გამორიცხულია, რომ აი რაღაც კეთილი განწყობა და დამოკიდებულება არ გაგის. მართლა საოცარი ხალხია. მე ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ასეთი ბედნიერება და პატივი მქონდა, ესე იგი მადრიდის უნივერსიტეტის სტიპენდია მქონდა და რადგან ჩემი კვლევის საგანი იყო, ესე იგი არა მხოლოდ ერთი რომელიმე ნაწილი, თქვათ, ესპანური კულტურის, არამედ მთლიანად ფენომენი რა. ვიკვლევდი რასაკვირველია იბერიულ ფესვებსაც, ასე თქვათ, რასთანაც პირდაპირ კავშირშია ბასკეთი და ამიტომ ბევრჯერ მიწევდა, აი სოფელ მაქვს მოვლენი და ისეთ სოფლებშიც ვარ ნამყოფი, მართლა გასაოცარ ადგილებში და ვინც ნამყოფი ყველა გამოსახება. ბევრი გიცნობთ და გაგიხსენეს დიდი სიყვარული. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მეც მართლა სიყვარულის გარდა არაფერი არ მაქვს და სხვა ქართველებსაც ალბათ ერთ-ერთი ქვეყანა სადაც საქართველოს პასპორტს რო ხედავ. გაბუნია ყოფილა ვიღაც შენგან გავიგე. კი, გაბუნია ხო რა. ხო არის ვიღაც გაბუნია ენა. სხვა არსებობს სალომე გაბუნიაც, ქალბატონი სალომე გაბუნია, ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი, მცოდნე და მისგან იცი რომ იქ ბასკეტში არის ვიღაც გაბუნია. არა, ეს იქაური გაბუნიები ბასკეტში ყოფნის დროს აღმოვაჩინენ. ასეთი გვარი სხვადასხვა გიო ბევრია, ეგუტიები არიან, როდონაიები, ლაბაურები, ბოკერიები, ნუ ბევრნი არიან. კი, ეს გვარები დამთხევა, ნუ რასაკვირველია, მე ვფიქრობ, რომ არ არის შემთხვევითი, მაგრამ მარტო გვარების დამთხევაზე არ არის ლაპარაკი, ბუნებრივია, ძალიან ბევრი დამთხევებია და საერთოდ ეს თემა ეს დავიწყოთ ცოტა ძირეულად აი მაგ თემას, ენების კავშირს. ესე იგი, მე-19 საუკუნეში დაიწყო თვითონ, ესე იგი, ბასკური, ესე იგი, ნაციონალიზმი გააქტიურება იწყება მე-19 საუკუნეში. მაგრამ მე-19 საუკუნეშივე, ესე იგი, მოხდა ისე, რომ მეცნიერები, ევროპელი მეცნიერები და განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბასკური ეთნოგენეზისით, იმიტომ რომ ადვილი იყო აღმოჩენა, რომ ეს ხალხი სხვა ენაზე ლაპარაკობს. ევროპულ ჯგუფს არ ეკუთვნის ინდოევროპულ ჯგუფს და დაიწყეს ეთნოგენეზისის კვლევაც. ნუ ამას მოყვა როგორც ხდება ხოლმე, იმიტომ რომ მარტივ რამეს ამბობდნენ, ბასკები ახლაც ამბობენ, რომ ისინი არ არიან ინდოევროპელები, მასაცადამე არიან უფრო ძველი, ვიდრე ინდოევროპული ცივილიზაცია, რომელიც მოვიდა აღმოსავლეთიდან დაეპატრონა იმას, რაც მას დახვდა. ანუ მემკვიდრეობით მიიღო. და თვითონ არიან აბორიგენი მოსახლეობა, ისე როგორც სხვა იბერიელები, სხვადასხვა მარტო ბასკები არ არიან ჩვენი ნათესავები.
მაგრამ ისე მოხდა რომ 1920 წელს ნიკო მარმა იმოგზაურა ბასკეთში და დაწერა წიგნი ერქვა პირინეისკაია გურია რუსულად დაწერა ეს წიგნი და ნიკო მარი უდიდესი მეცნიერი იყო აი იმ პერიოდის მის სიცოცხლეში ამაზე დიდი ავტორიტეტი მსოფლიოში არ არსებობდა იცით რომ გურული იყო ეხლა წარმოშობით შოტლანდიელი იყვნენ მარები მაგრამ მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში უკვე გურიაში ცხოვრობდნენ და ნუ გაგურულდნენ გაქართველდნენ ასე ვთქვათ და მაგრამ ეს კაც იყო მართლა ფენომენალური მოვლენა და მთელი მსოფლიო აღიარებდა როგორც მთავარ ავტორიტეტს. თვითონ გურიაზე იძახდა რომ ზის შვილს ნიშნავსო და არისო ეგ კი დაკავშირებული კი სხვა შორის იქაც არის ეს ტოპონიმიც არის სხვათა შორის და არის რამდენიმე ვერსია თვითონ გურიასთან დაკავშირებით ალბათ თქვენც აგეკითხავთ და გაგიგიათ და მე ისე მოხდა რომ ესე იგი იმ წიგში ესე იგი ნიკო მარი საუბრობს გური ესე ბასკებისა და არა მხოლოდ გურულების არამედ ზოგადად ნათესაობაზე ურთიერთობაზე ხო ნათესაობაზე ეს ვერსია არსებობდა ოდითგანვე აი პლატონიდან და არისტოტელიდან მოყოლებული არსებობდა უამრავ ისტორიკოს მეცნიერს მოგზაურს აღწერილი და დასახელებული ორი იბერია ანუ ჩვენ აღმოსავლეთის იბერები, ეგრეთ წოდებული კავკასიის იბერები და დასავლეთის იბერები, ანუ იბერები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამჟამინდელ ესპანეთისა და პორტუგალიის ტერიტორიაზე. უფრო ესპანეთის ვიდრე პორტუგალიის, იმიტომ რომ პორტუგალია უფრო მეტად არის გალების და კელტების, ესე იგი, მემკვიდრე ქვეყანა და აი რო წარმოვიდგინოთ რუკას, ესე იგი, შუაზე რომ გაყოთ, კელტები დასავლეთში გამაგდნენ და იბერიელები უფრო აღმოსავლეთში. ასე რომ ჩვენი ნათესავები, რა თქმა უნდა, მარტო ბასკები კი არ არიან. არამედ ის სხვა იბერიელებიც, პროტოიბერიელები, ჩვენი წინაპრებიც, რომლებიც კატალონიაში ცხოვრობდნენ, ანდალუზიაში ცხოვრობდნენ, ესე იგი, ჩემებურად ქართლს ვეძახი, ესე იგი, ლა-მანჩას, შუა ესპანეთში ცხოვრობდნენ. მაგრამ ვერ გაუძლეს აი იმ დაწოლას, რომელიც განიცადა მთელმა ევროპამ, მთელი ევროპის უძველესმა მოსახლეობამ და ესპანეთში, ესე იგი, ამ ნახევარკუნძულზე ცხოვრებ ხალხს შორის, ვინც გაუძლო ამ დაწოლას და ვინც შეინარჩუნა ენაც და ყველაფერი სხვათა შორის ეს იყვნენ ბასკები. გეოგრაფიამაც განაპირობა, კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, პირველად რომ მიადგებით, საიდან ჩახვიდით პირველად? თვითმფრინავით თუ ჩახვიდით ამას თვით მანქანითაც ვარ ნამყოფი და მიადრიდან რომ წახვალ, აი როგორც სვანეთს რომ მიადგები, უცებ მიიწიდა ნამოდი სხვა ქვეყანა, აი სრულიად სწორ ლანდშაფტს, ერთგვაროვან ლანდშაფტს უცებ ცulis აბსოლუტურად განსხვავებული უცებ გური ამოდის მიწიდან აი გური აჭარის მთები აი გაგიზდები ხო გახსოვს რა ეფექტი აქვს ამ ესე იგი ავტობუსით ან მანქანით ჩასვლას და ამანაც განაპირობა მე გეთანხმებით იმიტომ რომ ყველაზე მეტად მაგალითად რომელებს ვისი აღებაც რა ქვეყნის აღებაც ყველას გაუჭირდათ მაგის გამო რომ იყო მიუდგომელი კი გამაგრდნენ და შეინარჩუნეს ყველაფერი განსხვავებით სხვა იბერიელებისაგან რაც შეეხება თავისთავად იბერიულ მოიტანოს და განვაგრძოთ. რაც შეეხება თავისთავად იბერიულ ერთი ჭიქაც მოიტანეთ რომ მარტო ვერ დავლიო. ხოშილი. რაც შეეხება თვითონ იბერიულ პრობლემას ასე ქვია მეცნიერულად რა ესე იგი აი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჰუმბოლტმა და სხვა მეცნიერებმა დაიწყეს ამაზე ხმამაღალ წერა საუბარი. მერე ბევრი მიმდებარი ყავთ ბრაუნი არის ძალიან ცნობილი მეცნიერი რომელიც ძალიან ავტორიტეტულია როგორც იბერიული პრობლემის მკვლევარი. და კიდევ ბევრი არის ხო მათ შორის ქართველები. სომხური ლობიც ყავს სხვა და კი ესეც საკითხულია მაგრამ აი ქართულში რა მოხდა გიო ესე 1920 წელსაც დაწერილი ეს წიგნი 1920 წელს იმოგზაურა ნიკო მარმა და მე საბჭოთა პერიოდში რადგან ფრანკო იყო დაუნდობელი და დაუძინებელი მტერი ბასკების რომლებიც სადაც იყო ძალიან დიდი მემარცხენე მოძრაობა გასაგებია ფრანკომ განაპირობა იმიტომ რომ ისე ებძოდა მაგალითად საფლავის ქვებსაც კი შლიდნენ ბასკეთში რა ცნობილი ამბავი ანუ ბასკურ წარწერებს ანუ ძალიან დაუნდობელი. ნუ ისინიც დაუნდობლად ებძოდნენ, მემარცხენეები იყვნენ, ულტრამემარცხენეები სხვათა შორის და მაგრამ რა საინტერესოა რომ მაგ დროს მოხერხდა ზუსტად იმ წიგნის გამოცემა, ტოვარა რო იყო და მაინც მისი შვილი იყო სხვათა შორის ჩემი პროფესორი მადრიდის უნივერსიტეტში. ტოვარას შვილი. კი, შვილი. ხო, არა, კი ხდებოდა, მაგრამ ეს ხდებოდა 1939 წლამდე, სხვათა შორის 39 წლამდე. მე რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ქონდა მუხანათური ისა ფრანკოს რომ ესე იგი ოღონდ არ ყოფილიყო იმ ავტონომიაზე ლაპარაკი რომელიც მათ მანამდე ქონდათ 39 წლამდე როგორც კატალონია სხვა შორის მათაც ქონდათ როგორც საქართველოს ეს დაპყრობის პოლიტიკა იყო რომ შენ მე თავისუფლებას გაძლევდნენ მაგალითად კულტურაში მაგალითად ლიტერატურაში აი ჩვენთვის გასაგებია რომ მაშინავრემენი მაგალითად აქ ჩაწერეს პირველი მოსკოვში ვერც აზრათაც არ მოუვიდოთ რომ იქ ეგ თავისუფლება მიეცათ. აქ კი, ოღონდ შენ თავარზე არ გეფიქრა. აქ ისეთ სპექტაკლებს არ მივინებდნენ, რომელიც წარმოდგენაც არ შეეძლო მოსკოვში. ყურადღების გადასატანი მანევრები. ასე იყო იქაც. გამბიტი ქვია შახმატში. ასეთი იყო იქაც, რა ქვია, დამოკიდებულება.
და რაც შეეხება, ესე იგი ფრანკოსა და საბჭოთა კავშირის მაშინდელ ენათმეცნიერებს ურთიერთობას გაახსენდათ მაშინ ამოიღეს ნიკომარის ის რომ იარაღს აწევდნენ რუსები საბჭოთა კავშირი აძლევდა იარაღს ბასკებს რომ ებრძოლათ ფრანკებს წინააღმდეგ და რომ გაემართლებინათ ესე იგი არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა ყოფილიყო არამედ სხვა რაღაც мотиваციაც გაახსენდათ რომ ნიკომარს აქვს ასეთი რომ ერთ-ერთი საბჭოთა ხალხის მონათესავე არიან ბასკები ეს წიგნი ამოიღეს და ჩვენმა მეცნიერები ჩართეს მასიურად სინამდვილეში ჩვენ ილია ტაბაღუას ძიძიგურს და ასე შემდეგ ძალიან მაგრამ სული კი არაფერი გაუკეთებიათ გასაგებია რომ იკლებდნენ ამ მხოლოდ მონაკო ესე იგი ქართულ ბასკურს და არა ქართულ ზოგად იბერიულს ამით სული არაფერი გაუკეთებიათ უბრალოდ პრობლემის ნაწილი უკვე მოაგვარეს წინ წავიდა ეს საქმე მაგრამ ფაქტი იყო რომ მარტო მხოლოდ ამაზე გქონდათ აქცენტი და არა შემთხვევით რომ საბჭოთა ხელისუფლება სწორედ ეს ცნობდა რომ ქართულ ბასკური იკვლევა ყოფილიყო და არა ქართულ იბერიული იმიტომ რომ ქართულ იბერიული ნიშნავდა აუცილებლად იმაზე დაფიქრებას რაც მე დამემართა მაგალითად ბავშვობაში რომ აღმოვაჩინე რომ იმ ნახევარკუნძულს ჩვენ რო გვასწავლდნენ პირინეის ნახევარკუნძული კი არ ქვია პენინსულა იბერიკა იბერიის ნახევარკუნძული მე რო ბავშვობაში ეგ ვცოდნოდა აუცილებლად გამიშნდება კითხვა რომ მეც თუ იბერიელი ვარ და ესპანეთში რო კაცი ცხოვრობს იმის წინაპარიც იბერიელია მაშინ მე რა საქმე მაქვს რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან ეს შეკითხვა რო არ გამჩნეოდა იმ ნახევარკუნძულს ერქვა არა იბერიის ნახევარკუნძული როგორც სინამდვილეში ქვია და როგორც თვითონ ეძახდა არამედ პირინეის ნახევარკუნძული ხო ასეთი ვითომ დეტალია მაგრამ მე დავიწყე გვიან ამის გაანალიზება მოკლედ ჩვენ მეცნიერებს სულ არაფერი არ გაუკეთებიათ მაგრამ სინამდვილეში არა მხოლოდ ბასკები არიან გავიმეორებ ჩვენი ათასობა არამედ ყველა იბერიელი ვინც ცხოვრობდა ესე იგი ამ ნახევარკუნძულზე ეხლა პრობლემა რაშია თავისთავად ძალიან დიდი ხანია ყველგან ახსენებდნენ ძალიან ბევრ წყაროში შეხვდებით რომ ორი იბერია და ორი ძირითადი თეორია არსებობს ამასთან დაკავშირებით, ესე იგი წარღვნის მერე გადაადგილებასთან დაკავშირებით. დასახლდნენ ან აფრიკიდან გადმოვიდნენ. არა, უფრო გვიანდელს ვამბობ. ერთი ვერსია რომ კავკასიიდან წავიდნენ იბერები და დასახლდნენ იქ დღევანდელ ესე იგი ესპანეთის ტერიტორიაზე, იმ ნახევარკუნძულზე, ან პირიქით, რომ იქიდან მოვედით ჩვენ აქ კავკასიაში. ჩემი ვერსია, ორი ეს არის ძირითადი. ნაწილი მეცნიერებს ამას უჭერს. ორმა იმან რომ ის ვერსიაც ხომ ისაღებია რომ ორი ადგილას წამოსული ხალხი ესე ნაწილი წამოსულ ხალხია საბოლოოდ საუბარი ნაწილმა ამ გზით მოაღწია ნაწილმა სრუტედინ ყველაზე ამიტომ მე მგონია რომ ჩვენი ის უფრო ახლოს არის ერთმანეთთან ჩემი მოსაზრება რომ ეს სივრცე იბერიული ცივილიზაცია პროტოიბერიული რომელიც მოიცავდა მთელს ხმელთაშუა ზღვის აუზს სინამდვილეში იყო გაცილებით დიდი ტერიტორია უბრალოდ მე დაიშალა ვერ გაუძლო ამ დაწოლას თორე დღეს უკვე ბერძნული სამყაროს სპეციალისტებიც აღიარებენ რომ ბერძნული ცივილიზაცია რა იყო მემკვიდრე იმისა რაც დახვდათ ესენც ინდოევროპელები არიან იქ რაღაცა დახვდათ მათ მისი მემკვიდრეებიც აღმოჩნდნენ თუმცა ხმამაღლა მაინც მეცნიერები ამას ერიდებენ ამას ლაპარაკობენ თუმცა წარმოგიდგენთ მთელი ცხოვრება რომ საწინააღმდეგო სამტკიცებდა მე უცებ აღმოჩნდება გაიგებო რომ შეთქმულების თეორიის თორე მე ზუსტად ამის მომხრევა რომ ეს მე ასე მგონია რომ ამის მაგალითსაც მოვიტან არგუმენტებს რომ ეს ცივილიზაცია დაიშალა და ფრაგმენტულად მაგალითად დარჩენილია იგივე ხმელთაშუა ზღვის აუზში სარდინია კორსიკელები რომელიც ჩვენსავით ჩვენ დიო წარმოიდგინე მარტივ რამეს ვიტყვი სულ მარტივია ამის მიხედვით რომ ჩვენს ირგვლივ ჩვენს მეზობლად არსად ახლომახლო ასეთი მუსიკალური პოლიფონიური კულტურა როგორიც ჩვენ გვაქვს და რითიც ვამაყობთ სამართლად არავის არ აქვს ჩვენ აქ კი არა გვაქვს საერთო კულტურულად და ეთნიკურად ასეთი ძალიან მარტივი ეჭვიშება არამედ იქ სადაც კორსიკაზე დღემდე ასე მღერიან, სარდინილები ასე მღერიან, ბასკეთში მაგალითად ასეთივე უძველესი სარიტუალო სიმღერები აქვს როგორც ჩვენ. ეს რო დაიშალა ეს ხმელთაშუა ზღვის, პროტოიბერიული ცივილიზაცია, ფრაგმენტულად დარჩა, ასე ალაგ-ალაგ. კორსიკაზე, მაგალითად, იმ კატალონიელებს ეხლაც აქვს ცეკვა, რომელიც ზუსტად ასეთი აქვს ჩენარჩუნული თუშებს. ეხლაც, ეს არის სულ ნაშთი, აი ძველი საერთო პროტოკულტურის, რომლის მემკვიდრეები ერთადერთი ჩვენ ვართ როგორც სახელმწიფო. ბასკები სულ მაგაზე ლაპარაკობენ, რომ ესე იგი სახელმწიფო გვაქვს ჩვენ და მათ არ აქვს. მოგეხსენებათ სხვა სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენენ და დამოუკიდებელ სახელმწიფო აი ესე იგი სხვადასხვა იბერიული მოდგმის ხალხებს შორის მარტო გვაქვს ჩვენ. და გარკვეულად ამისი შურთ. შენ შეამჩნევდი ალბათ და თორე ბოლო დროს იკლო სეპარატისტულმა განწყობებმა ახალგაზრდა თაობაში. კი, რასაკვირველია, იკლო, იმიტომ რომ გასაგებია ახალი თაობა უფრო მეტად გახსნილია
სუმარტივი ის არის, რა ქვია, ჩემი შვილების მაგალითზე ვიცი, რომ რატომ უნდათ ევროკავშირში მოხვდნენ, იმიტომ რომ ერასმუსის პროგრამა მოქმედება მაშინ, როგორც კი ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ანუ მათთვისაც ახალი თაობის მეც საუბრია, ხო, ის ყველას ველაპარაკები ბასკეტში, აი რამდენჯერ და სხვა შორის როცა ჩაატარეს რეფერენდუმი გამოყოფასთან დაკავშირებით, ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, ხმები ვერ მიიღეს, უბრალოდ ბასკეტმა ვერ მიიღეს. განსხვავებით მაგალითად კატალონიას რო დააცალონ, აუცილებლად მიიღებენ კატალონიას, ამიტომაც არ აძლევენ მაგის უფლებას. პრეცედენტი არ უნდათ რომ შეიქმნას. ხო, არ უნდათ, ხო, გასაგებია. თუმცა, სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესო ფენომენია, რომ ესპანელები კატალონიელების სეპარატიზმს უფრო სიძულვილით უყურებენ ვიდრე ბასკების, იმიტომ რომ თვლიან რომ ის არის ეკონომიკური და სოციალური мотиваცია იქ და იქ არის ბასკების შემთხვევაში ეთნო და სულიად სხვა. ამიტომ იმათ უფრო აფასებენ, თუმცა ხა უნებრივია მიუღებელია ხო ტერორი და ასეთი რამე, მაგრამ ფაქტია, რომ ესე იგი როცა ჩაატარეს, ეს იყო 70-იანი წლების ბოლო, უკვე ფრანკო აღარ იყო ცოცხალი, ხმები ვერ დააგროვეს, ანუ 50%-ზე მეტი ვერ მიიღეს. როგორც შოტლანდიაში მაგალითად ვერ მიიღეს. გასაგებია რატომაც, ხო, ეხა ახალი თაობისთვის ბუნებრივია რა, გაიხსნა სამყარო, ანუ თუ საერთო სახლი არის ევროკავშირი, ესე იგი ეს გზა თავიდან თუ გაიარა იმისთვის რომ ევროკავშირში შეხვიდე უკვე იქ ხარ. ესმის, ანუ გასაგებია. მარტივია რა, მათი мотиваცია მესმის, რომ თუმცა უფროსები მე ხო გინახავს ეხა რომ მე აი რამდენი ოჯახი ყავს, მანახი რომ თითო წევრი ყველას ყავთ პატიმარი ბასკეტში რა. რა თქმა უნდა. ან ყოლიათ, ყველა ბასკურ ოჯახში არის ეგ. ეს იყო მართლა მაგარი ბრძოლა, რაც ამ ხალხმა გამარჯვეს, საერთოდ მაგარი ხალხი. ესენი არიან აი იმ თავზე რასაც ჩვენ ვიჩემებთ ეს სტუმართ მოყვარ მაგათ ყველაფერი აქვთ და თან ცხვირში არ ხრიან მაგას როგორ აი გიო მე რას დავაკვირდო ბევრი მსგავსება არის ნამდვილად ხო მაგრამ რითიც უკვე რადიკალურად განსხვავდებით რომ ეგენი არიან ძალიან შრომის უმოყვარე ხალხი ჩვენ ეს დავკარგეთ ეს შრომის უნარი საბჭოთა კავშირმა რა გვიქნა ეგ წაგვართ აი აქილევსის ქუსლი იყო რა აი მოგვაგნეს აქილევსის ქუსლი რომ 120 მაინტი და წამოწექი იწექი მთელი ცხოვრება ანუ არაფრის სურვილი აღარ ქონდა ადამიანს არანაირი ინიციატივა წინ წასვლა განვითარება და დავრჩით იმიტომ რომ ვერ გამოვიდი აქედან ვერ გამოვიდი ეს ხო მენტალური პრობლემა ყველაზე მაგრა რა საბჭოთა კავშირმა რაც გვიქნა ბასკეტში იმიტომ ასეთი რადიკალურად ზარმაცი და უსაქმური ბასკეტი არ არსებობს იმიტომ ყველაზე მდიდარი ბასკეტი რომ ყველა არის მშრომელი არ არსებობს აი ჩვენ რაზე ვიტიც ვამაყობთ ის აი არც ლაპარაკობენ იმაზე ვარ მაგრამ მე მეგობრები მყავს ერთ საო დიდი სტუდია აქვს ფილმებს აკეთებს მამას დიდი ფირმა აქვს და მეორე ძმა მუშაობს ლამპიონებზე ნატურებს ცulis აი მაგით ხვდები რომ ძალიან შრომის კი ძალიან საოცრება სამერე აი მეგობრობა დაპატიჟება ვინ გადაგახტებინებს ბასკეტში იმ რა ქვია ჩვენ რო გონია რომ მარტო ჩვენ ვიცით სტუმრების დაპატიჟება და გამასპინძლება წარმოვიდგინე ხო და იმ თავითო სხვათა შორის აი წარმოვიდგინე ეს იყვნენ სელაპებზე ისა ბოდიში ვეშაპებზე მონადირე ხალხი ხო ხوارი ვერსია რომ იცოდნენ უკვე ამე კოლუმს უთხრეს იქ кайხნის წინაზე თევზაობდნენ და მე მათი საფლავი ეს უკვე დადასტურებულია რომ ესე ბასკური უძველესი საფლავი იმაზე რა ქვია ამერიკის დაცლებით ადრე აღმოჩენილი ვიდრე გადავიდოდა კოლუმბი და კოლუმბა ძალიან კარგად იცოდა რომ ყველაზე მაგარი ზღვაოსნები სწორედ იმის გამო ეს ვეშაპეს მონადირე კაპიტანი სულ ბასკები იყვნენ სხვა შორის სამი ლაზიცერია ვატიკანის არქივების მიხედვით სამი ლაზიც იყო იღებდა მონაწილეობას ამ ექსპედიციაში მაგრამ ნუ ძირითადად ძალიან ბევრი იყო ბასკეტი აი მაგაში რატო არ ვგევართ შენ მაინც ამიხსენი ფლოტი სხვა რატო გვეშინო და სხვა რატო მაგან წაგვიყვანს სხვა დისკურსია ხო ძალიან ვისაუბროთ კაი განვაგდო მაგაზე სხვა შორის ცალკე გადაცემა გავაკეთეთ იმიტომ ეს არის ძალიან ერთ-ერთი ქვეყანა მორთო სადაც შეიძლება ზღვისპირა სახლი იგდეს და ფანჯარა ზღვისკენ არ იყურებოდეს ეს არის ერთ-ერთი ქვეყანა დედამიწაზე სხვაგან ამას ვერსად რაც მე დანახიმა ეს არის ერთადერთი ქვეყანა სადაც აი ზღვისპირა ცხოვრობ და ზღვა არ გაინტერესებს ეს დაუჯერებელი რამე ბოლოს ესე იგი ნავი და ისა ფლოტი ყავდა მედია რო წაიყვანეს ძმა რო გამოეკიდა ის მე ჩვენ არანაირი ფლოტი არ ყოლდა და 1920 წელს ესე იგი საქართველოს გახდა დამოუკიდებელი 4 გემი აჩუქა აკაკი ხოშტარი იყო ასეთი მეცენატი და დიდი მეწარმე და გემით გაიქცა 21 წელს გაიქცა ხო და ეს სხვადასხვა მაგარი საქართველოს ზღვის ისტორია ნუ ახსნაც ვიცი ბევრი ვერსია მაქვს რატო გაურბოდით ზღვას და არა მარტო ჰიდროფობიური ახსნა, ბევრი სხვა ახსნაც აბუნებენ. ბასკეტს დაუბრუნდნენ და კპირდები რომ ამ თემაზე აუცილებლად. არა ეს მართლა მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ ჩემთვის არის გამოუგნებელი, იმიტომ რომ ზღვასთან ვინც ცხოვრობდა, საოცრებები შეძლო, აი ჰოლანდიელებს მიწა არ ქონდა წარმოიდგინე და ნახევარი დედამიწა მათი იყო. ვიკინგები ყველა კულტურაიდან ხო სადაც ზღვა იყო შესაძლებელი. ღია იყავი და თავისუფლება მოდიოდა. სხვა შორის კი იგრძნობა, აი ბათუმი რატო არის გიждები, ხო გიგრძნია რომ ხალხი უფრო თავისუფლად ზღვას ეგ მოაქვს თავისუფლად სხვა ხო და მოკლედ რო არ გადაუხვევ. ამიტომ იმ სამყაროში ბასკები იყვნენ ყველაზე მაგარი მეზღვაური. ეგ ზღვა იყო მაგათი.
და მე იყვნენ სხვადასხვა გემს ის გემების ბასკების აშენებული იყოს. კოლუმბის გემს. ესე იგი მაგათი იყო. ხო, აი ეს ნიკო მარსაც აქვს სხვადასხვა ეს ხაზგახმა და კიდე სხვა მეცნიერებსაც რომ აი რაც ჩვენი წინაპრების იყო, აი ხალიბური ყინის ჭედუების და ხე, აი ამის დამუშავება ეს დამუშავება და სინთეზი. ხო, გემის როგორც ჩვენ ვიყავით უძველესი მეტალურგები, ასევე ბასკები. ანუ ეს საერთოდ საკვა. ნუ ბევრი რამე გვაქვს საერთოდ სხვადასხვა არა მარტო ბასკეთში, ესე იგი ტოპონიმიკა რო ნახოთ, ისეთი დამთხოვება, ის კი არა რომ აი მსგავსი, აბსოლუტურად იდენტური. გვარები, სხვადასხვა გრამატიკულ სტრუქტურებში ძალიან საინტერესოა, ჩემთვის მაგალითად ბასკური, აი ჟღერადობით, ხო? უფრო დასავლეთ კავკასიურ ენებს გავს. ანუ მაგალითად მეგრულს, აი მიგზნო რომ აფხაზურს, ხო გესმის? აი მე როგორი შტაბეჭდილება მექნებოდა ხოლმე, იცი როცა ბასკური მესმოდა რომ რაღაც ნაცნობიენა ოხონდ დამავიწყდა თუ მაგრამ აი სვანური, აი სუ ბასკეთში სუ ეგნო ეთნი სვანური ვიცოდა, იმიტომ რომ სვანური ვინც იცის იმისთვის, იმიტომ რომ ისეთივე ძველი ენაა, აი წარმოვიდგინე, ეს არის ერთ-ერთი უძველესი ენა, გესმით? ანუ იმისთვის უფრო ახლოა და ესა გასაგები და თვითონ ეხა ეს ინტერესი აი მაშინ საბჭოთა პერიოდში საქართველოს შესაბამისად როგორც ჩვენთან იყო ხო ამ ბასკეთის იქაც იყო ასევე და ამიტომ უფროსი თაობის და საშუალო თაობის ადამიანები უფრო მეტი იციან რომ ჩვენ რაღაც ნათესაობა გვაქვს რაღაც ურთიერთობა. ნუ შემდეგმა და ახალმა თაობამ უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ იქ სხვა ვერსიებიც იყო. ბასკებს იმდენად აუდობად ყოფილიყვნენ ინდოევროპელები რომ ყველა ვერსიას ეპოტინებოდნენ, ასე ვთქვათ, მაგალითად გარდა ქართულ ბასკური ნათესაობისა იყო ვერსია სამეცნიერო დონეზე. ფინურ-უნგრულ ჯგუფთან ნათესავ, იმიტომ რომ ფინურ-უნგრულიც რაღაც უცნაურია, იცით რომ სხვა ევროპელები არ ესმით და მათი სხვა ჯგუფია. მერე ესე იგი ყველაზე პოპულარული რაც გახდა ბოლო პერიოდში, ესე იგი ბასკებისა და იაპონურის ნათესაობა, იაპონური ენის. ამაზე ძალიან დავინტერესდი, იმიტომ რომ თვითონ მომასმენდი სიმღერები და მართლა მომეჩვენა რომ მე მეთქნებას დავიწყე. მე გამახსენდა რომ ქართულსა და იაპონურსაც ხო არის რაღაცა ისეთი ისა კონექტი, რა ქვია, ისეთი გადაკვეთები, ხო, ისეთი კავშირები, რომ აი ძალიან უცნაური, ძალიან დაეჭვდები რა, ესე ცოტა იმაში გადადიხარ, რა ქვია, ფანტასტიკის სფეროში, მაგრამ ნუ ახლა მაგალითები არის, ამას ვერ გაექცევი, ხო? ახლა ყველაფერზე თავიდან ისეთი გვარებია მეგრულში და იაპონიაში. და კიდე ის სიამოვნებს ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც ისე არ გიყურებენ, მაინც. არა, ერთადერთია რომ ხო, თანაბარი თუ აი ის არა. პასპორტს რო აჩვენებდა რომ პოლიციაში რო არ დარეკავს ესე ადამიანი ევროპელი, ეს ხდება ბასკეთში, რო დაინახავს ქართულ პასპორტს, ერთ-ერთი გამონაკლისი რომ იმ წამსე ესე ცუც არ ფიქრობ შენზე და ეს გადასარევი. სხვაჟე ჩვენი მეცნიერები მე ძალიან მინდა რომ ეს ეხლა გრძელდება კვლევები. მე მაქვს ესე მე აი ესპანეთში ყოფნის დრო გამოვიყენე მაქსიმალურად და ძალიან ბევრი მასალა მაქვს შეგროვილი, ჩაწერილი და ამ წიგს აუცილებლად გამოვცემ, ესე იგი ესპანეთშიც გამოვა და საქართველოშიც აუცილებლად. და მიხარ რომ ბევრ ხალხს აინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ესე იგი ამის სპეციალურად მინდა ამ წიგნის გამოცემა, რომ ესე იგი ჩვენ დავიჯეროთ რომ ევროკავშირი და ევროპაში ინტეგრაცია ეს ახალი თაობის და შიშველი იდეა და რამე სიახლე კი არა, ეს არის უძველესი, ეს არის სახლში დაბრუნების კიდევ ერთი მცდელობა და ამ სახლში დაბრუნება ჩვენ სულ გვინდოდა და სულ ვიღაც გვეღობებოდა, იმიტომ რომ ჩვენ გენეტიკა ხო ის ამას ვერაფერს ვერ უზამს, ჩვენ სულ ვიცოდით, ხანმე გვიყვყრობდა, ხანმე, მაგრამ ჩვენ სულ ვიცოდით რომ ჩვენი სახლი იქ იყო. იმიტომ რომ ჩახვალ ბასკეთში და ესპანეთში და რომ გონია რომ აი სახლში ხარ, ანუ შენ ხვდები რომ ეს ამ ხალხთან გაქვს შენ ნათესაობა თორე რუსეთთან აი რა კავშირი არანაირი კავშირი არის, ხო გესმის? ეს ხან ბიზანტია იყო, ხან რუსეთის იმპერია, ხან რა იყო, ხან მაგრამ ეს აი ვახტანგ გორგასიდან მოყოლებული ყველა საუკეთესო ქართველის, ყველა გონიერი და ყველა ჭკვიანი ქართველის თელი ცხოვრების წადილი იყო რომ ჩვენ ისე იქ დავუბრუნებულიყავით. აი ამ ნოტზე დავამთავროთ. სახში დაუბრუნებას. დავამთავროთ. დიდი მადლობა გადაცემაში მოგზაურობისთვის. ჩვენი მომავალი, კი ბატონო. აყურებელსაც დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.